დაპირეთერშია საინფორმაციო გამოშვება კურსორის სტუდიაში სოფო კორტავა მუშაობს. ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყაზახეთში რუსეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ირაკლი კაკულიას მონაწილეობა არ უნდა მიიღო. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაცია ფოთის მერის ყაზახეთში ვიზიტს ეხმაურება. ოპოზიცია ამბობს, რომ ირაკლი კაკულია იქ საბაჟო კავშირის ტამოჟენის საიოზის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მერის მხრიდან მსგავსი საქციელი სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მათი თქმით, საბაჟო კავშირი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტის სახელმწიფო აკონტროლებს და აღნიშნული ორგანიზაციის მეშვეობით ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ფოთის მერი ირაკლი კაკულია ოფიციალური ვიზიტით ეგრეთ წოდებული ტამოჟენის საიუზის საბაჟო კავშირის კონფერენციაზე იღებს მონაწილეობას, რას კავშირიც არის დაფუძნებული რუსეთის მიერ და ოფიციალურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ეს არის უბრალოდ საქართველოს ღალატი, ეს არის უბრალოდ არაქართული ქმედება და რა თქმა უნდა აღშფოთებულები ვართ. თან ეს ხდება ბიუჯეტის ხარჯზე. ფოთის მერი ოპონენტების ბრალდებებს არ პასუხობს. კიდევ ერთი მოწოდება ფოთის მერს ნაციონალური მოძრაობისგან, ოპოზიცია ხელმძღვანელი პირებისგან ფოთელი პედაგოგებისთვის ბუდიშის მოხდას მოითხოვს. ამ და სხვა მოთხოვნებით მათ დღეს მხარდამჭერებთან ერთად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია ფოთში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მათი გადადგომა მოითხოვეს. ნაციონალური მოძრაობა ასევე რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც არასრულწლოვანებისთვის ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენებას ეხება. ისინი მოითხოვენ ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ფოთელ პედაგოგებს საჯაროდ ბოდიში მოუხადონ, რადგან მათი განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთელი პასუხისმგებლობა მათ დააკისრა. ეს არის მთავრობა, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი, რომ მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ბინძურ მიზანს და იყენებენ ბავშვებს და ასევე ბოლოს ხელს ახოცავენ მთელი მთავრობა და მთელი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა ხელს ახოცავს პედაგოგებს. ეგ არის ყველაზე ცუდი. და რა თქმა უნდა, ან ბოდიში მოიხადონ უმოკლეს ვადაში, ან გადადგნენ. უფრო პრინციპში ეს ხალხი უკვე ითხოვს ცვლილებებს და ეს გარდაუვალია და რა თქმა უნდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ესენი უნდა გადადგნენ და წავიდნენ მოშორდნენ ხელისუფლებას, როგორც ბიძინა ივანიშვილი უნდა მოშორდეს ხელისუფლებას თავის მარიონეტ მთავრობასთან ერთად. ფოთის მუნიციპალიტეტიდან საპროტესტო აქციას არავინ გამოხმაურებია. 18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა. ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმი ფუნქციონირებს შენობის ისტორია კურსორში. ეს შენობა 1933 წელს აშენდა. სახლი, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთი სიამაყეა, ედმუნდ ფრიკის პროექტია. ეს ერთადერთი შენობაა ფოთში, რომლის ისტორია სიყვარულს უკავშირდება. კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის ისტორია სიყვარულს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად ბერძენ ვაჭარს კოლხის ასული შეუყვარდა და გადაწყვიტა მის სიახლოვეს სახლი აეშენებინა და აქ დაბინავებულიყო. ასე აშენდა ეს შენობა, რომელიც 1978 წელს მუზეუმად გადაკეთდა. სიყვარულის ისტორია უიღბლო აღმოჩნდა, თუმცა დღეს კოლხური კულტურის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. კოლხური კულტურის მუზეუმში 25,000 ექსპონატია დაცული. აქ გვიყვებიან, რომ მას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ძველი წელთაღრიცხვის მასალები ისტორიის ნაწილია. ჩვენი მუზეუმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მუზეუმია, იმიტომ რომ აქ შემოსულ ვიზიტორს ერთდროულად შეუძლია ნახოს გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურა მთელი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე მოპოვებული და ვიზიტორს ერთდროულად ექნება შთაბეჭდილება თუ როგორი განვითარების რას დონე იყო მთელ აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და რას წარმოადგენს საერთოდ გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურა. დღეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღევანდელი დღე აღნიშნეს და მუზეუმის საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიუძღვნეს. ჩავატარეთ ეს პროექტი ქრისტიანობასა და წარმართობას შორის მუზეუმი, სადაც დაცულია წარმართული კერპები და ის ქანდაკებები, მოხსენებული ჰქონდა წარმართულ პროექტში, ხოლო ქრისტიანობას რაც შეეხება, ასევე დაცულია მუზეუმში ქრისტიანული კერპები, საიდანაც წარმართობიდან ქრისტიანობამდე გამლო ქართველმა ერმა ეს გზა. მე მგონი მშვენივრად ჩავატარეთ პროექტი.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი მრავალი წელია სავალალო მდგომარეობაში და იგი რეაბილიტაციას საჭიროებს. მუზეუმში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს საქართველოს მთავრობა შენობას სრულ რემონტს ჩაუტარებს. მუზეუმის საერთაშორისო დღე 1978 წლიდან აღინიშნება. ჯემალ ჩახავას ხსოვნის საღამო ფოთის თეატრში. პოეტის შემოქმედება მისმა მკითხველებმა და ახლობლებმა გაიხსენეს. ყველა შეკრების სული და გული. შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით ერთი ლექსი უკვდავებას უდრის ქართული პოეტის ჯემალ ჩახავას ხსოვნას მიეძღვნა. იგი 1953 წელს დაიბადა ფოთში. 1000-მდე კრებულის ავტორს სხვადასხვა დროს არაერთი პოეტური ჯილდო აქვს მინიჭებული. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მიღებული ჰქონდა გალაქტიონ დაბიძისა და ტერენტი გრანელის სახელობის პრემიები. ფოთის საპატიო მოქალაქე მისმა მკითხველებმა და ახლობლებმა გაიხსენეს. თეატრში შეკრებულ საზოგადოებას პოეტის საიუბილეო გამოცემა 100 ლექსი საჩუქრად გადაეცა. ღონისძიებას ჯემალ ჩახავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ფოთს მოვახსენო მამაჩემის დაფასებისთვის, მამაჩემის მოფერებისთვის, ჯემალ ჩახავას პოეზია ლომის წილი მიძღვნილი არის თანახალახელებს, ფოთის სიყვარულს. საერთოდ რომანტიკული ადამიანი იყო და ფოთს რო ეკადრება სიყვარულის თემაში და ბურანში გახვევა აი ისე იცხოვრა მთელი ცხოვრება და ისე მოეპერა. ჯემალ ჩახავა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ლექსთა კრებული რჩეული 100 ლექსი. გადავიღეთ ასევე დოკუმენტური ფილმი სათაურით ერთი ლექსის იმედი აქვს ყველას, ერთი ლექსი უკვდავებას უდრის. მე ღონისძიების ჩატარების შემდეგ რა შემიძლია რომ ვთქვა, რომ ფოთელ მაყურებელს ისე უყვარს ბატონი ჯემალი, მისი შემოქმედება და მოხარული ვარ, რომ ის მისი და გახარჯული, ასე ვთქვათ, პოეზია სიყვარულად რაც მან დატოვა, აგრძელებს სიცოცხლეს. ჯემალ ჩახავა 2013 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა გალერეაში. სასწავლო პროცესის დასრულება დღეს მათ ასე აღნიშნეს. საგამოფენო დარბაზისა და სამხატვრო სკოლის ერთობლივი პროექტი. სკოლის 12-მა მოსწავლემ 4 წლიანი კურსი დაასრულა. მათ გამოფენა მოაწყოს და ფართო აუდიტორიის წინაშე გრაფიკული, ფერწერული და თექაში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს. მიუძღვენით 58 წლის თავ სამხატვრო სკოლის 12 მოსწავლემ დაამთავრა სრული კურსი 4 წლიანი სამხატვრო სკოლა და თვითონ 10 დღეა ისინი შრომობენ, 4 წლის ნაშრომია გამოფენილი, მაგრამ 10 დღის განმავლობაში ისინი აწყობდნენ ინსტალაციას. უბედნიერესი დღე არის მათთვის, იმიტომ რომ ყავს აბიტურიენტები, რომლებიც სრული მომზადებული არიან და იმედია წარმატებულად ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებსაც. მე სამხატვრო სასწავლებელში დავდიოდი 4 წელს დავამთავრე. ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, ეს 4 წლის განმავლობაში ჩვენ მასწავლებელთან იზოლდა ლოლუასთან ერთად. მე წარმოადგინე დავხატე კლოუნი და გამოვხატე ემოციები. ეს ემოციები იყო მხიარული განწყობა. ასევე წარმოადგინე ფერწერული ნამუშევარი, ნატურმორტი, რომელიც შევასრულე შავ-თეთრი ნამუშევრით. კურსდამთავრებულები ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ დღის მთავარ სიახლეებს გაგაცნობთ. განვაგრძობთ რეკლამის შემდეგ გამოშვებას. ვიტ ჯორჯია კოლხეთის შემდეგი ანგარიშით 1-0 ძლია. ცხადაში გამართული გასვლითი მატჩი ფოთელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თამაშის დასაწყისში კოლხეთი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. შეხვედრის 68 წუთზე კახაბრიშვილმა ფოთელთა კარში გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. სატურნირო ცხრილში ფოთის კოლხეთი 36 გოლით მე-11 ადგილზე, ვიტ ჯორჯია კი მე-14 პოზიციაზეა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო 21 ტურში კოლხეთი ცხინვალს დაუპირისპირდება. მატჩი 22 მაისს გაიმართება.
ახლა კი წარმოგიდგენთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს. პრემიერმა 17 მაისის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. ყველა აქცია თუ ღონისძიებამ შვიდ ვითარებაში დემოკრატიულად ჩატარდა. დავამტკიცეთ, რომ ცივილიზებული სახელმწიფო ვართ. განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა მოსახლეობას პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეც მიულოცა. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. მინდა რომ პატარა კომენტარი გავაკეთო. დღეს მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე აქცია იყო თბილისში, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო მაყოფილებით, რომ აბსოლუტურად მშვიდად, ცივილიზებულად, დემოკრატიულად ჩატარდა ყველაფერი ეს და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავამტკიცოთ, ჩვენ ვართ მართლაც ღირსეულიერი, გამორჩეულიერი ვართ და ჩვენთვის რასთავარი არის თავი ჩვენ ქვეყნის ინტერესები. და ჩვენ დავამტკიცეთ დღეს, რომ ვართ მართლაც ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად სურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა რომ აღვნიშნო მადლიერებით და ყველა ის სამსახური, რომელიც ჩართული იყო ამ საკითხების ორგანიზებაში, მათ მადლობა გადაუხადო. იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების მოგვარებაში. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ არის პატრიარქის მიერ დაწესებული დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, ყველას მოგილოცოთ ოჯახის დღე მოგილოცოთ და ვუსურო ყველას, რომ გაძლიერდეს ქართული ოჯახი. ეს არის ჩვენთვის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ჩვენი ქართული სახელმწიფო. დიდი მადლობა. სამწუხარო იქნება თუ რიგის სამიტზე საქართველოს უვიზო რეჟიმს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ მიიღებს, აცხადებს გიორგი კანდელაკი. ნაციონალური მოძრაობის წევრი ასეთ შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი განცხადებით 2 წლის განმავლობაში მთავრობამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განახორციელა. როგორც გიორგი კანდელაკი ამბობს, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას თავაზობდა, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უვიზოდ გადაადგილება შეეძლებოდათ. შეგახსენებთ, რომ რიგის სამიტამდე, სადაც საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის ჩატარებულ საქმიანობას შეაფასებენ 3 დღე დარჩა. ძალიან სამწუხარო იქნება თუ გამართლდა ეს შემაშფოთებელი პროგნოზი და საქართველოს ვერ მიიღო ვერც უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ვერც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც არ გასწია არც საკანონმდებლო მუშაობა სათანადო ტემპით, არც ლობირების კამპანია ევროკავშირის მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობდით გეგმას, ჩვენი გეგმის მიხედვით უკვე დღეს უკვე ძალაში უნდა იყოს შესული უვიზო მიმოსვლა და ის ფაქტი, რომ მოლდოვამ 2 წლის წინ მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მთავრობის უნიათობას, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ფონს ხელი შეუწყო პოლიტიკურმა დევნამ საქართველოში და ასევე კრიმინალიზდამ, რაც ძალიან მგრძნობიარე საკითხი არის ევროკავშირისთვის ვიზების კონტექსტში. ამ თემებზე ვიმუშავეთ დღეს ჩვენ, ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.